საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სომხეთში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს. პრეზიდენტის სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ვიზიტის შედეგები დღეში აჯამა. მისივე ინფორმაციით, სომხეთში უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა, სადაც პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობის თითქმის ყველა ასპექტი განიხილეს, ისაუბრეს ასევე ორი ქვეყნის სავაჭრო, ეკონომიკურ და მოქალაქეთა გადაადგილების საკითხებზე. მანჯგალაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სომხეთს შორის საგანმანათლებლო პროექტების დაწყებას, რომლის შედეგიც მისი თქმით ახალგაზრდული ოლიმპიადა იყო, რომელიც ერევანში გაიმართა და რომელსაც მომდევნო წელს უკვე საქართველოს უმასპინძლებს. 3 იანვარს შედგა პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში, სადაც ორმხრივი უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა. განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა მთელი სპექტრი. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს. ჩვენი შეფასებით ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ვიზიტი, პირველ რიგში მისი ახალი პრიორიტეტებიდან გამომდინარე. ყველა თემაზე შედგა საუბარი, როგორც გითხარით, უმაღლეს დონეზე. აქ იგულისხმება ეს საკითხები, რომელიც ორი ქვეყნის ინტერესებში შედის. ეს იქნება განსაკუთრებით სავაჭრო, ეკონომიკურ საკითხებსა და ასევე სამოქალაქო, უბრალოდ მოქალაქეთა გამარტივებულ გადაადგილებას, არმხრივ ახალი რეჟიმის შემუშავებასა და ახალ ორმხრივ ინვესტიციებს. სომხეთში ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩიაფასეს. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მეზობელ ქვეყანაში პრეზიდენტს გრიგოლ ვაშაძეც ახლდა. მისი მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, სომხეთს საქართველოში განხორციელებული რეფორმების გაზიარება სურს. მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ მომავალში შესაძლოა მეზობელმა ქვეყნებმა ენერგეტიკული პროექტები ერთობლივად განახორციელონ. ოფიციალურმა ერევანმა გამოთქვა დაინტერესება საქართველოს მიმართ, რომ ჩვენი მხრიდან მოხდეს ასე ვთქვათ, საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და წარმატებულად განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება. ამავდროულად რასაკვირველია იყო მთელი რიგი ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ასევე ენერგეტიკული პროექტები, რომელიც თეორიულად შეიძლება სამომავლოდ განხორციელდეს. და ჩვენ უაღრესად პოზიტიურად ვაფასებთ ვიზიტს, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტსა და მის კოლეგას შორის ერევანში.